კიდევ ერთხელ ღამემშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარია ბატონი მამუკა არიშიძე, მოგესალმები მამუკა. სალამი. და ეხლა ისეთი თემებია, შენი თემებია, უფრო სწორედ, შენ პოლიტიკური კავკასიოლოგიის სპეციალისტი ხარ, ისე რომ და რაღაცა საფრთხე გვიახლოვდება კავკასიაში. პირველად რა თქმა უნდა მინდა კითხო აფხაზეთში რა ხდება და რა დრონები იყო ეს და კიდევ ერთი რა მინდა გითხრა სანამ გადაცემას დავიწყებ ჩვენი მაყურებელი და მსმენელის ნათქვამს აი შემოგითვალეს რომ ბოლომდე თქვით სათქმელი და ინტრიგას ნუგვიტოვებთ ყოველთვის რაღაცა ვერ მოგხონე ბოლომდე სათქმელს ვერ ამბობ ხო და აი ძალიან წყინთ ჩვენს მაყურებელს და მესმის მაგრამ მე მამდე მაყურებელი გაგებით შეხვდეს ამას იმიტომ რომ აი ხა მაგალითად მე ვიცი რომ ერთ-ერთი კითხვა დღეს ალბათ გაგიჩნდებათ იმის თაობაზე, რა მდგომარეობა აქვს ირანის გავლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ძალიან გამიჭირდება. ვერ ვამბობ, იმიტომ რომ აქ ტერიც უსმეს, ასე ვთქვათ, გადაცემა მოყვარეს და ცოდნე მიცის, ზოგადად კაი სიტყვა ქართული, გამგები გაიგებს. ცოდნე მისედაც იცის და ანუ მაგ საკითხი და ზოგ შემთხვევაში ადამიანები აბსოლუტურად უსაგნოდ ღელდებიან ხოლმე და შფოთავენ. ამიტომ არ მინდა უბრალოდ მე მონახავს ვაკეთებ ზოგადად იმისი რომ რა ხდება ქვეყანაში თუ ქვეყნის პარლამენტში. ხო, მაგ კუთხით ახლა თანხიდაშელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მაგას გულისხმობს. ხო, და აი რა გავლენებია უბრალოდ მე მაინც აფხაზეთი დავიწყოთ ხო. დიახ. კი ბატონო, ესე იგი, პრაქტიკულად ეს არის რომ სუსტი წერტილია რუსეთის თავდაცვის სისტემაში აფხაზეთის ზონა. ნოვოროსიისკის პორტი ძალიან კარგად აქვს რუსებს დაცული. კოსტუში ასე გონიათ, ახლა დღეს უკვე დღევანდელ საომარი მოქმედებას რო დავაკვირდეთ, არაფერი არ არის აბსოლუტურად დაცული, მაგრამ მაღალი დონის ის აქვს. ვიდრე აფხაზეთში დაუშვათ. ხო და ამიტომაც აფხაზეთის ტერიტორიიდან ისე რკალზე შესვლა უფრო მომგებიანია და ასე ვთქვათ უფრო მიღწევადია მიზნისთვის. ამიტომ ხდება აფხაზეთის ტერიტორიის საჰაერო სივრციდან შესვლა ნოვოროსიისკისკენ და სოჭისკენ. ეს უფრო სწორედ სოჭისკენ. ნოვოროსიისკის შორს არის აფხაზეთიდან ახლა და სოჭი უფრო ახლოს არის და სოჭი დაიბომბა რამოდენიმე ობიექტი მოგესალმებათ ახლა ამ ბოლო დროს და ნოვოროსიისკის პორტში სერიოზული დარტყმები მიაყენეს. ეხლა ეს მე ამას რასაც გელაპარაკე. აფხაზეთში არ ჩამოვარდნილა. ჩამოვარდა ერთი დრონი, მაგრამ ეს მე მგონი ტექნიკური გაუმართავობის გამო იყო, ან როგორც იქნა იმუშავა ეთყობა. ჰაი საწინააღმდეგო თავდაცვა რუსულმა, რომელიც აფხაზეთშია განლაგებული. ხო და ალბათ ერთი წელი ჩამოგდება მოახერხეს. მე ვიცი რომ 30-მდე დრონი იყო დაახლოებით, ეს რაც დათვალეს და რაც არ დათვალეს კიდევ ბევრი იყო. და ეს უკრაინიდან? უკრაინული. თუმცა უკრაინა უარყოფს და ამას მნიშვნელობა ახლა გინდა უარყოფს და გინდა არ უარყოფს ფაქტია რომ ესე მოხდა და გარდა მაგისა ეს ზუსტად შახიდების ტიპის დრონები იყო ამდაგვარი, და არა შახიდები რასაკვირველია. ხო და უფრო მცირე ზომის იყო ვიდრე რუსული არმია იყენებს, სხვა ტექნოლოგიური ესე ვთქვათ მუხტი აქვს, სხვა მიზნისთვის არის, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ამას ახლა. პრინციპში დღეს უკვე დრონების გამოყენება, სხვადასხვა სისტემის დრონების გამოყენება გახდა თანამედროვე ომის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. და სწორედ ეფექტური ფაქტორი. ასე რომ ახლა გამონაკლისი არც ეს ფრონტია რა, უკრაინა-რუსეთის ფრონტი და მათ შორის აფხაზეთის მონაკვეთი. ყველაზე მთავარი ალბათ ის არის რომ აფხაზეთი მოხდა აი ამ ფრონტის ნაწილად იქცა. პატარა მცირე უმნიშვნელო, მაგრამ ნაწილად იქცა იმდენ იქნეს და პერსპექტივაში შეიძლება კიდე განმეორდეს. იცი როგორ არის უკრაინასთან დაპირისპირების კონტექსტში არ ამგონია რომ აფხაზეთის ზეწოლა, საომარი ზეწოლა გაიზარდოს, მაგრამ სხვა ახლა ესეთი მოულოდნელი სვლები შეიძლება უკრაინის მხრიდან კიდევ გაკეთდეს არაერთხელ და უფრო მეტი ინტენსივობით, იმიტომ რომ თუ რამე აქვს უკრაინის არმიას ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი, ეს არის ზუსტად ეს დრონების სისტემა. და სხვა შორის ეს ხელმძღვანელი ვინც დაინიშნა ახალი ფედოროვი თუ არ ვცდები, თავდაცვის მინისტრი, ის არის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი ამ დრონების ომში, გამოყენების თვალსაზრისით და სხვა შორის უნდა ითქვას, რომ ამ ომით ესე დატვირთულ უკრაინიდან დღეს კი ამ დღეებში
სპეციალისტები, აი ამ ტექნოლოგიური ომის სპეციალისტები, უკრაინელები გადასროლილი იქნენ ზუსტად სპარსეთის ყურეზე ამერიკული მხარის მოთხოვნით, რომ გაუწიოთ მათ კონსულტაცია ამ დრონების გამოყენების საქმეში. ასე არის კი, ეგრეა ზუსტად. ეხლა რაც შეეხება ირანული გავლენები საქართველოში და აი ესეთი განცხადება არ ვიცი ხა ეს სულ რო ესე იყოს ღირდა ამის ოფიციალურად თავდაცვის მინისტრი ყოფილი თავდაცვის მინისტრი განცხადება. იცი რა შეესაკ მე ხა ითქვა ესეთი რამე, რასაც მე ძლობისთ ვამბობ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მაშინ როდესაც ის მაღალი დონის შინოვნიკი იყო სხვადასხვა. რასაკვირველია ამ განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ ერთი გაზვიადებულია და მეორეც ერთი ვითომ ახალი ამბავი თქვა რამე. და ვითომ არ ყოფილიყოს, ესე ვთქვათ, აი ამ იმპერიაში განსაკუთრებით აქტუალური. მე ხო ობიექტურობისთვის მინდა ვთქვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აი კოვიდის მერე ვთქვათ, ძალიან შემცირდა ეს გავლენები და ძალიან ასე ვთქვათ, ნაკლებად აქტუალურია. მაგრამ ის რატო კოვიდის გამო თუ რა კოვიდი არ ფეშოში უფრო დროზე ვლაპარაკობ. ნუ ეთქობა ახლა აი ზუსტად ეს ის არის რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ეფექტურად იმუშავეს იმისთვის რომ გავლენების ხარისხი შემცირებული იყო. რას გულისხმობ ამ გავლენების? ახლა მოგასწრებით. იმიტომ რომ თინა ხიდაშელი საუბრობს რაღაც მთლიანად ტერორისტების უნივერსიტეტში. ერთი რაიონები არასწორი დასახელებული, მაგ რაიონებში არ არის ეს დაწესებულება, რომელსაც ეს გულისხმობდა. სხვადასხვა რაიონში. არის? არის კი ესეთი ინსტიტუტი არის, მუსტაფას სახელობის ინსტიტუტი არის, როგორ არის, მუსტაფას ინსტიტუტი ქვია. უნივერსიტეტი ქვია. მედრესე, სასწავლო ცენტრი მუსტაფას სასწავლო ცენტრი. და რა სასწავლია? აი ზუსტად ეგ არის, რომ იდეაში ამზადებენ მეომრებს, შაჰიდებს. იდეაში. და ჩვენი ხელისუფლება ერთი წუთი დავამთავროთ შეიძლება. სოციალისტი და კომიკური იერი აქვს ამას ყველაფერს. აი ზუსტად ეგ არის, რომ ბოლომდე რატო არ ამბობ, ვერ ვამბობ ბოლომდე სათქმე. უბრალოდ დაინტერესებული მაყურებელი შემილია მოვთხრა, რომ ეფექტური რაც არის ამათი საქმიანობაში რაც იყო, ერთადერთი ის არის, რომ რა მოკლედ ერთ-ერთი ხადისის მიხედვით ხადისები იცით ალბათ ეს სურებია და ხადისებია ხო? ხადისები არის სურები არის მუჰამედის ცხოვრება და ხადისები არის მისი ამხსნელების ესე ყურანის ამხსნელების მიერ შექმნილი ამბები რომელიც ყურანიდან გამომდინარეობს. ხო და ერთ-ერთი ხადისის მიხედვით არის ესეთი ძალიან ცნობილი ხადისია, ცნობილი ქადაგებლის და თეოლოგიის მიერ შექმნილი, რომელშიც არის ესეთი მუხლი, რომ როცა მეჰდი არის მესია. მეჰდი მოვა, მესია მოვა. მას უნდა დახვდეს სამი წმინდა ქალაქის მეომრები, სამი წმინდა ქალაქიდან. ეს არის წმინდა ქალაქი ყუმი. ეს არის წმინდა ქალაქი ნაჯაფი, ერაყში მდებარე. და ეს არის წმინდა ქალაქი ტეფლისი. ტეფლისი, ხო? ეს უნდა იყოს 313 მეომარი. 313 მეომარი. და მეტი არა, არც ნაკლები. არ საჭირო მეტი. 313 მეომარი. ხო და ეს 313-ის ციფრი დავიმახსოვროთ. აი ამ მედრესეს აღზრდილებმა რო გითხრათ რომ ხლა იქ ასაკუთრებული მომზადების წესია რაღაცა სახელი კი ქვია ესეთი ხმა მაღალი და ომახიანი. არა შედეგი არაფერი ისეთი განსაკუთრებული მართალი რო გითხრათ ვერ მიაღწიეს იმ დონეს არ მიაღწევინეს იმ დონეს რომელიც საჭიროა მაგრამ ერთადერთი გამოიჩინეს თავი მანქანები ვისაც ყავს სულ ყველა 313 ნომერი აქვს 313 ხო სერია სხვადასხვა და 313 მე არ ესე იგი ასე ვთქვათ არ მინდა რომ ხალხი შეშფოთდეს და იმაზე მეტი თქვა ვიდრე საჭიროა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო გითხრათ რომ ხლა განსაკუთრებულ ხიფათს შეიქმნა აი ამ მედრესეს არსებ არ უნდა იყოს. საერთოდ როგორ არის, იცით რომ არ უნდა იყოს კარგია, მაგრამ შეიძლება არ უნდა იყოს, მაგრამ არის. დაშვებული იყო ეს ამბავი, ძალიან ცუდია რომ ირანს მიეცა საშუალება იმისა რომ რამოდენიმე ბევრი აიათოლა ირანში
და რამოდენიმე მათ შორის მუშტაიდი, ესე იგი ასე ვთქვათ, წიგნიერი განათლება, განსაკუთრებული მოვლენა. ხო, და ამ აეთოლებს შორის ამ პატარა საქართველოში 3-4 თავის წარმომადგენლობა აქვს შექმნილი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანებში. სხვადასხვა გავლენის სივრცე აქვს. ზოგი მარნეულშია, ზოგი თბილისშია, ზოგი სხვაგან და სხვაგან. მათი წარმომადგენლობები. ბათუმში? არა, შიიტურია ის. ბათუმში ფერდი არ ჩაედგათ, არავითარ შემთხვევაში. ხო და ალ-ბეითი ესეთი ორგანიზაცია, რომელიც თბილისშია განლაგებული ჟანი კალანდაძის ქუჩაზე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო ორგანიზაცია. და მეორეც არის ახლ-ბეითი, ალ-ბეითი, ახლ-ბეითი. მეორე სამხრეთ საქართველოშია განლაგებული, სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოში, ну, ქვემო ქართლში. ამ პატარა საქართველოსთვის ეს ძალიან ბევრია, მე ეს მინდა ვთქვა. ზოგიერთი კულტურული ცენტრი, ზოგიერთი სხვა ტიპის, ეს ყველაფერი ძალიან აქტიური იყო წლების განმავლობაში. ძალიან აქტიური იყო ეკონომიკური დახმარებით ადგილობრივი შიიტი მოსახლეობის მიმართ. ძალიან აქტიური იყო, მაგალითად ესეთი იყო, მაგალითად ჩამოდიოდა ტრაილერი გირანიდან, თქვათ სახლის არემონტო მასალით. ისეთი გასაყიდი. და ადგილობრივი ესე იგი სოციალურად დაუცველი ან მცირე შემოსავლის ადამიანები, ასაკურველია შიიტები, ამას იღებდნენ და ყიდნენ. ყიდნენ ჩვეულებრივად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მხოლოდ სიმბოლური თანხა მიდიოდა ამ ტრაილერის მეპატრონისთან. დანარჩენი შებოდა ისევ აქ. ეს იმიტომ რომ ეხმარებოდა მით ამ ფორმით ხალხს. ასეთი ტიპის, ხო, სამედიცინო მომსახურება, რთული ოპერაცია გკეთდებოდა ირანში, აი ამ ორგანიზაციების და კეთდება კიდევაც, ამ ორგანიზაციების რა კეთდება, მაგრამ მაშინ კეთდებოდა ამ ორგანიზაციების კონტროლირებად საუნდტროპოებში. ეხლა რა მინდა გითხრათ ისე, რომ ორი ძალიან გავლენიანი აიათოლა ირანში არის აიათოლა სისტანი და აიათოლა შახრისტანი. ძალიან გავლენიანები არიან. აი ორივეს თავისი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა ქონდა საქართველოში. მოკლედ როგორ არის იცი რომ ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური ესეთი წარმომადგენლობის მთელი ქსელი იყო შექმნილი. უბრალოდ ჩვენ ვიცით რომ შიიტების დისლოკაცია ძირითადად აზერბაიჯანელი შიიტების არის აღმოსავლეთ საქართველოს რიგ სოფლებში და ნუ ქვემო ქართლში ყველაზე მეტია. დანარჩენ შემთხვევაში ნაკლები, მაგრამ უნდა ითქვას ერთი რამ ობიექტურობისთვის. ასეთი ტიპის ორგანიზაციების მოქმედება მაინც შეზღუდული იყო, იმიტომ რომ აზერბაიჯანი იყო, აზერბაიჯანი დროს დაიწყეს მათ მოქმედება. აზერბაიჯანი იყო კატეგორიულად წინააღმდეგ. აზერბაიჯანი ყველანაირად ებრძვის აი ამ ირანული ორგანიზაციების გავლენებს, როგორც თავის ტერიტორიაზე, ის სამეზობლოში. კავკასიაში ზოგადად. მე ხლა ხო ხედავთ ფრაგმენტულად ვცდილობ ეს თქვა. რაც შეეხება იმ ამბავს, რომელიც ყოფილმა მინისტრმა ბრძანა, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ხიფათის დონე არ არის ის, რასაც იყო ლაპარაკი. ასე რომ პროტე შემილია თქვა და ნურავის მეგონება რომ არ კონტროლდება სიტუაცია, რასაც მე ვთქვი. კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. კონტროლდება სიტუაცია. კონტროლდება სიტუაცია ამ თვალსაზრისით. და ამიტომაც იყო აქამდე რომ საზოგადოებამ განსაკუთრებით არ ესმოდა ეს, იმიტომ რომ თვითონ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში უბრალოდ აზერბაიჯანელებში რელიგიური საწყისი არ არის ძალიან აქტუალური. ტრადიციული ურთიერთობის წესი კი, ისლამთან დაკავშირებული კი, შიიზმის ეს ნიუანსები კი, მაგრამ ესე იგი, ეს ფანატიზმი რელიგიური მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს არის და ისიც ამ მცირე ნაწილშიც მხოლოდ მცირე ნაწილია მართლა მორწმუნე ადამიანები. დანარჩენი უბრალოდ აი ზუსტად ტრადიციის გამო უჭერენ მხარ შეიძლება ასე ითქვას. ესე იგი, ჩვენთვის ყველა მაინც მე მაგალითად ბევრად უფრო ძიმედ მიმაჩნია სუნიტური ისლამის ფუნდამენტალისტური ფორმა, რომელიც წარმომადგენლებიც რასაკვირველი არის საქართველოში, ეს ბევრად უფრო
რთული თემაა, იმიტომ რომ რამდენი აი რაც რიცხობრივად შიიტები და სუნიტები. რა პროცენტულად შიიტსა და საქართველოში არის დაახლოებით, ეხლა უკვე ესე იქნება დაახლოებით ნახევარ-ნახევარს. იმიტომ რომ ბევრი აზერბაიჯანელი მაინც სუნიტური ფორმის მომხრეა. იმიტომ რომ მოგესალმებათ თურქეთი სუნიტური ქვეყანაა და ტრადიციული ისლამი მათი არის შიიტური, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი 70 წლის განმავლობაში აღარც შიიზმი იყო და აღარც სუნიზმი მანდა მაინც, ამიტომ მე ვინც დაუბრუნდა ისლამს, აი მათ უფრო მეტად შიიტური უფრო ისეთი არის, ვიდრე ირანული, ირანში. სუნიტური უფრო ის აგრესიული. აგრესიული, პრინციპში ისლამი მე არ სწორედ მინდა გაგებული ვიყო. ისლამს აქვს თავისი ადგილი კავკასიის ცხოვრებაში. ჩვენ ეს მოგწონს ვიღაცას მოგწონს მოზაიკა დალაგებული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ომი გადაგვიტანია თუ სხვა წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში ეს რელიგიური მოზაიკა დალაგდა. იუდეველს თავისი ადგილი ჰქონდა, მუსულმანს, შიიტს, სუნის თავისი ადგილი ჰქონდა და მართლმადიდებელ ქრისტიანს თავისი, კათოლიკეს თავისი და ასე შემდეგ. ეს მოზაიკა დალაგდა. და ფანტასტიკური და საინტერესო კავკასიური რელიგიური მოზაიკა არის ზუსტად იმით, რომ ამის ფუნდამენტი გახდა არა პირველ რიგში ამ მოზაიკას გულისხმობ. მოზაიკის ფუნდამენტი გახდა ტრადიციული ურთიერთობის წესი და ერთმანეთის მიმღებლობა. ასე რომ აი სუნიტური ისლამის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ ისლამს ვეძახით და ფუნდამენტალიზმს სხვანაირად, ზუსტად ამის წინააღმდეგ იბრძვის, რომ ეს მოზაიკა დაშალოს, როგორც კავკასიაში, ისე სხვა რეგიონში. და ამიტომ არის ძალიან რთული მდგომარეობა. იგივე პანკისის ხეობაში იყო ყოველ შემთხვევაში. ეხლა უფრო ნაკლებად ის არის რთულია, მაგრამ პრობლემა არსად არ წასულა, უბრალოდ გადავიდა იატაკოში. იქ აჭარაში ბევრად უფრო შიიტური ისლამის თქვა თავისი ფორმით შეიძლება იყოს ფუნდამენტალისტური, მაგრამ ფორმით შეიძლება იყოს და არა შინაარსით, იმიტომ რომ სუნიტური ფუნდამენტალიზმის მთავარი გზავნილი ეს არის, ისლამი უნდა იყოს მეფე რელიგია. ისლამი უნდა გადავიდეს პოლიტიკაში და ამ პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ უნდა მოვიდეთ ძალაუფლებაში. შიიზმი ამას არ გულისხმობს, არა შიიტურ ქვეყანაში, რომ ძალაუფლებაში უნდა მოვიდეს მანდამაინც. თუმცა ირანში არის ეგრე, ხო? ირანში არის, მაგრამ ირანში ტრადიციულად ესე იყო. ხო და აი ეს როგორ არის, ეხლა მე კი არ ვადარებ რომელი კარგია და რომელი ცუდია. მართლა დამიფაროს, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ამ რელიგიური მოზაიკას სჭირდება გაფრთხილება და მოვლა და ხელშეწყობა, მათ შორის კავკასიური ისლამს სჭირდება, რომელიც ტრადიციაზე დგას, რომელშიც არ არის მთავარი შარიათის კანონი. შარიათის კანონი ცხოვრების როგორ უნდა წესია. მუსულმანი როგორ უნდა იცხოვროს. იქ არის მთავარია ეს ტრადიციული ურთიერთობის წესი და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ადათი. ჩრდილოეთ კავკასიელისთვის, კავკასიელი მუსულმანისთვის პირველ რიგში მთავარია ადათი. და მაგალითად ჩერქეზისთვის მთავარია ხაბზე. ხაბზე არის ისევე როგორც ბუსიდო იაპონელისთვის, მორალური მოქცევის წესი. იქ ზოგ შემთხვევაში ის ესე იგი სუფთა ისლამს ეწინააღმდეგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩერქეზი თვლის, რომ ეს არის მისი ცხოვრების წესი და მორჩი ამას არაფერი აღარ ეშველება. მე ვარ მუსულმანი ვარ, ესე იგი მორწმუნე მუსულმანი, მაგრამ ეს არის ჩემთვის მთავარი ასპექტი. ისე რა საინტერესოა, თურქეთი სუნიტურია, ირანი შიიტური. შიიზმი გაცილებით უფრო არააგრესიულია ვიდრე სუნიზმი და ამ დროს სახელმწიფოში იქ ძალზედ ისეთი ცხოვრება იყო და არის ირანში, თურქეთში გაცილებით მეტი თავისუფლება იგივე ქალებთან დაკავშირებით. ამ დროს ეს პირიქით უნდა იყოს, ხო? ჩვენ უნდა გენახათ თუ დაბრუნდებით წარსულში 19 საუკუნის ბოლოში მაგალითად როგორი იყო ოსმალეთის იმპერიაში რელიგიური საფუძველი, რელიგიური პლატფორმა, ასე ვთქვათ. საკმაოდ აგრესიული იყო და აუცილებელი იყო ის, რაც ირანში ხდება დღეს, ჩადრი მაგალითად. და ბევრი სხვა იყო, მე უბრალოდ ჩადს პრიმიტიულად ვამბობ, რომ ხალხმა უცებ გაიგოს რა შეწერს. ათათურქმა შეცვალა ყველაფერი. ათათურქმა გადაიყვანა რელიგიური სახელმწიფოდან სამოქალაქო სახელმწიფოს რელსებზე. ხო? და ეს იყო მთავარი მაშინდელი კონსტიტუციით, ათათურქამდელი კონსტიტუციით, იქ ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ თურქეთი გავსებული იყო. მაგალითად, მთელი ევროპის ებრაელობა, განსაკუთრებით საფარდები,
თავსაფარებდნენ თურქეთს ზუსტად, იმიტომ რომ თურქეთში იყო აბსოლუტური შემწყნარებლობა ეროვნების და რელიგიის. მთავარი იყო რომ შენ ყოფილიყავი ოსმალეთის იმპერიის ერთგული ხმა. და თუ მუსულმანი იყავი, უნდა დაგეცო მუსულმანი შარიათის კანონები ძალიან სერიოზულად. მაგრამ ამან გადაიყვანა სხვა რელსზე. ყველა თურქი უნდა იყოს ეროვნება და რელიგიას არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია იყოს თურქი. თავარია იყოს თურქი. ამ დროს ძალზე აღრეული აქვს ცისხლი თურქი. ხო და ეხლა მოკლედ სხვაგან წავედი. მე მგონია დაგშა ირანი და ამერიკა. ხო და ეხლა ირანი, ამერიკა, საქართველო, აი მე მაგალითად მაინტერესებს რა შეიძლება ყველაზე ძალიან მე არც ირანის მომხრე ვარ ამ შემთხვევაში, ხო? არც იმისი მომხრე ვარ, რომ ბავშვები დაიხოცონ, იმიტომ რომ გასაგვირველია ყველა. ხედავთ ხო ღაზაში რამდენი ბავშვი ეხა აქ, მაგრამ მე ვარ იმის მომხრე, რომ საქართველოს არაფერი შეეხოს. და აი როგორ უნდა მოვიქცეთ. ხო არა, და აი როგორ უნდა მოვიქცეთ. აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ მაინც რაღაც სიმპათიები გამოვხატოთ ან ირანის მიმართ, ან მაგალითად ისრაელ-ამერიკის. მოდი ახლა შევაფასოთ ცივი გონები და ყოველგვარი აღდების გარეშე რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ესე იგი, აი მოკლედ ტვინი შეიჭამა იმის თაობაზე, რატო იყო განათებული ირანის დროშით ფრეშფერები. რატო არ გაღიზიანდი ამით? არ გავღიზიან. რატო? იცი როგორ არის? არსებობს პოლიტიკაში არსებობს ესეთი ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე, პოლიტიკური მიზანშეწონილობა. რა არის ჩვენთვის დღეს აუცილებელი და როგორ უნდა მოვიცეთ? შეიძლება ცოტა ზედმეტი იყო რაღაც, მაგრამ ძალიან რთულია აქ თეთრი და შავი არჩევ და ესე ვთქვათ მონახო სწორედ ნაბიჯები გადადგა და რატო ხლავი აუხსნე. ვითარება არის ძალიან დაძაბული და ძალიან რთული. ვინ რას ხო ისე რა ქვია, ესე ვთქვათ, ურთიერთობის წესი ხო მოიშალა მოთამაშეებს შორის. მსხვილ მოთამაშეებმა საერთოდ ნიველირება და იგნორირება გაუკეთეს უფრო პატარა მოთამაშეების ინტერესებს. ჩვენ კი არა, ევროპას არ უწევს ამერიკის შეერთებული შტატები ანგარიშს და კანადის პრემიერ-მინისტრს ყოველდღიურ ეკავს და ეუბნება, როდის შემოგვიერთდებია. და 50%-იანი იმას გიწესებ, ამას კანადა 40 მილიონიანი ამხელა უძლიერესი ეკონომიკურად ძალიან ძლიერი სახელმწიფო და სხვებს დანიაზე ლაპარაკი არა, მაგრამ გრენლანდია მოიტას დონეზე რო არის. საერთოდ სხვებიც ეხლა ეს უკრაინა მოიტა იძახის, ის ტაივანი მომეცით და პაკისტანი მე უნდა ვაკონტროლო ჩინეთი. და მოკლედ ასე შემდეგ რა. თუ ინდოეთი უნდა ვაკონტროლო პაკისტანი კი არა. და მოკლედ ესეა, ეხლა მიდის ესე იგი აქცენტი კეთდება უკვე წყნარი ოკეანესა და ახლო აღმოსავლეთის აი ამ სივრცეზე, ვინ გააკონტროლებს მომავალში ამ ზონას. ამისთვის მიდის ბრძოლა და არავითარი წესები დაივიწყეთ ყველაფერი, არის პირდაპირ ძალის დემონსტრირება მხოლოდ და ეს ატომური იმის იარაღის ატომური იარაღის არავის აღარ აინტერესებს, როგორც მე ვატყობ. როგორც არა. ეხლა რაც შეეხება ირანთან დაპირისპირებას, აქ არის ეგეთი რამე, რომ ეხლა მივალ საქართველოსთან დაპირისპირებას, ნუ ამერიკელებმა და ისრაელელებმა ისე ჩაატარეს ფანტასტიკური ოპერაცია, დაგიგმეს ფანტასტიკურად, მოსადის ნამუშევარია ვირტუოზული, უამრავი აგენტი გადმოიბირეს ირანის ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი მოაწყვეს. და მოიფიქრეს ისე, რომ ესე იგი 2-3 დღეში ამას ყველაფერს დაამთავრებენ, როგორც ვენესუელაში. ვენესუელის სცენარის გამეორება ოღონდ ბევრად უფრო სერიოზული ნაშრომი ჰქონდა და ბევრად უფრო და არ გამოვიდა. არ გამოვიდა და მე აღარ იციან რა ქნა. ხო არა. აღარ იციან რა ქნა, იმიტომ რომ მე წინა გადაცემაში თქვი თქვენ მაშინ მკითხეთ თუ დაიწყება ომი, მე ვდამობდი რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ირანს ვერაფერს ვერ უზარ. იმიტომ რომ ირანი არ არის ხელმძღვანელი მოკლეს და ამიტომ დაიშალა, ერაყი არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არის აგებული რკინის იდეოლოგიურ პოლიტიკურ კარკასზე. აი ეს არის, უკაცრავად. ამ კარკასზე გამოსცენ და ეს კინო რა მოვტეხ. ხო და ეს დღესაც მუშაობს. ეს დღესაც მუშაობს, ერთი არ არის, მეორე მოვიდა. ესე იგი ისეთი, ეხლა მაგალითად აი ისე ხელმძღვანელობის, არმიის ხელმძღვანელობის საშუალებები. ეს არ არის ერთი ცენტრალიზებული სისტემა, 30 რეგიონშია გაფანტული ხელმძღვანელობის სხვადასხვა შტაბები და პრაქტიკულად ავტონომიურად მოქმედებენ. მაგრამ თან როგორ არის, ეს არის სხვა ტრადიციის ქვეყანა, სადაც უამრავი ეროვნების წარმომადგენელი საუკუნეებია უკვე მიჩვეულია ამ წესით ცხოვრებას, როგორც ცხოვრობს რა. თუმცა რასაკვირველი არის სეპარატიზმიც, არის გარკვეული, ესე ვთქვათ, ანტი-თეირანული და ანტი-რელიგიური განწყობები არსებობს, ნუ დიდ ქალაქებში ეს ისპაჰანში და
რა ქვია იმას ისპაჰანში და თეირანშია ძირითადად მაგრამ სხვაგანაც არის მეშხეთშიც არის და აი კარმენშაჰი რომელიც არის ქურთების ქალაქი დედაქალაქი რა იქაური ქურთების ისინიც ისეთივე მეომრები იყვნენ ირანის არმიისა და ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსისა როგორც სხვა დანარჩენები მაგრამ აი ამერიკელებმა და მოუხოლოდ ეს მოახერხეს რომ ადგილობრივ ქურთებს გაუჩინეს აი ეს უბრალოდ კი არ გაუღვევეს გქონდათ იმათ სეპარატისტული განწყობები იყო იმ ნაწილი და გამოიყენეს ძალიან აქტიურად გამოიყენეს მაგრამ გამოიყენეს ვერ მოახერხეს ადგილობრივი ქურთების აწევა და ამიტომ გამოიყენეს ერაყის ქურთისტანის არმია პეშმერგა რომელიც შეხლა ამ წუთში იმყოფება უკვე ირანის ტერიტორიაზე ესე იგი პრაქტიკულად ინტერვენცია მოხდა ერაყის ქურთისტანის მხრიდან ირანის ტერიტორიაზე აი ახლა ეს არის რომ აქ არის ორი რეგიონია რომლის აყოლიებას ალბათ შეძლებენ ამერიკელები რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ ეს არის ერთი ქურთისტანის მოსახლეობა კერმანშაჰი და მეორე აღმოსავლეთში ბელუჯისტანი ბელუჯები ცხოვრობენ ბელუჯები ეს არის ტომი და რომლის ნაწილი ცხოვრობს დიდი რამოდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს ირანის ნაწილში და 1/3 და 2/3 ცხოვრობს პაკისტანის ტერიტორიაზე. პაკისტანს სულ აქვს ბელუჯებთან როგორც სეპარატისტებთან პრობლემა. თუ ბელუჯებმა დაიწყეს ირანის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა, მაშინ პაკისტანის ბელუჯები აუცილებლად დაუჭერენ მხარს და ეს იქნება ომის მასშტაბის გაზრდა უკვე პაკისტანის ტერიტორიაზეც აუცილებლად. თუმცა ავღანეთს შორის იყო ხო რა? არ დამთავრებულა ის. ხო და ისე რომ ეხლა გაგრძელდება პაკისტანის ექნება აღმოსავლეთში და ექნება დასავლეთშიც პრობლემები სერიოზული. ძალიან და ეს უნდა პრინციპში მესეჯს დაბეჭდილება მრჩება რომ ახლო აღმოსავლეთის ცეცხლში მეიყოს. და ეს სახმელეთო ოპერაციები შენ ფიქრობ რომ დაიწყება? სახმელეთო ოპერაციები არა ამერიკელების მონაწილეობით, ინსტრუქტორების დონეზე, არამედ აი ამათი მონაწილეობით ქურთების, ბელუჯების და რა ვიცი შეიძლება მე რეჩე. ხო ჩვენ თუ ვიცით ეს ირანში არიციან მაგალითად. როგორ არიციან, მაგრამ ძალიან რთულია გამკლავება. აი დინებას, ესეთი ტიპის დინებას წინააღმდება გაუწიოთ. თან რო გითხრათ ახლა არაფერი ირანში არ შეცვლილა, მეთქი ტყუილი იქნება, როგორ შეიცვალა და მართლა არის, იგრძნობა უკვე გარკვეული დაძაბულობა თვითონ სახელმწიფო გუნდის შიგნით. არმიის შიგნით. ყოველთვის იყო დაპირისპირება არმიასა, ირანის არმიასა და ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის შორის. ისიც არმია, ესეც არმია. მაგრამ ის არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის შეერაღებული ფორმირებები და ეს არმია არის მეორეხარისხოვანი. ეს დაპირისპირებები იყო მაგრამ სამზარეულოს დონეზე და ეხლა შეიძლება ეს თუ მოახერხეს ამის გაკეთება. მოკლედ მე ისმინდა თქო რომ საჰაერო დარტყმებით და საზღვაო შეტევებით ამომს ვერ მოიგებს ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, მაგრამ თუ მოახერხა რომ აი ეროვნული უმცირესობების ეროვნებების ჯარები გამოიყენა, მათ შორის პეშმერგა 200,000 კაცია პეშმერგაში, ესე ნუ 100,000 მაინც რეგულარული არმია ერაყის ქურთისტანის. თუ მოახერხა ბელუჯების აწევა, ესე ფეხზე იძულება. თუ მოახერხა ხუზისტანის არაბების აზერბაიჯანელები ცოტა სპეციფიური მდგომარეობა. ჯერ პეჟიშკიანი აზერბაიჯანელი. თვითონ აზერბაიჯანი. მეორეც ერთი სულერი რიდერიც აზერბაიჯანელი იყო, ხო? არა, იყო აზერბაიჯანელი. ეს ნუ ამბობენ ისინი, მაგრამ მე მგონია ეხლა გარდა მაგისა ასეთ ვითარებაში თავრიზის მოსახლეობა და ისე აზერბაიჯანის, ირანის, აზერბაიჯანის საზოგადოება იყურება ანკარისაკენ და ბაქოსაკენ, უფრო ანკარისაკენ. ანკარისთვის ეხლა ამ დაპირისპირებაში თორსა გამარჯვებული არ ჩანს, ჩართვა არის აბსოლუტურად წამგებიანი. ხო ხედავთ ეხლა სულ ყველაფერი იბომბება, მაგრამ ჯერჯერობით ისკანდერუნის ბაზა არ დაბომბილა თურქეთის ტერიტორიაზე, ამერიკული ბაზა სადაც არის. თუმცა ხო ჩამოვარდა იქაც. ნუ ამბობენ რომ ჩამოვარდება, მაგრამ მე მაგის დამადასტურებელი დოკუმენტური და თურქეთის რეაქცია არ ქონია ისეთი ხო რა. თურქები პირიქით ერდოღანს ისეთი რეაქცია ჰქონდა ისრაელის მიმართ და იგივე ისრაელის მე ამერიკულზე ვლაპარაკობ. ამერიკული ბაზაა ეს. კი.
და საერთოდ მართალი გითხრათ მე არ ვიცი ხო რამდენად სწორია აი მაგალითად ნახიჩევანში ჩამოვარდნილი რამ განაპირობა არ ვიცი ვერ გეტყვით იმიტომ რომ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს და ჯერჯერობით ინფორმაციის სისრულის არ მაქვს სრული ინფორმაცია და ამიტომ ვერ ვამბობ ერთი არის რომ გააფრთხილა თურქეთის და აზერბაიჯანის ირანმა ამითი მაგრამ მე ნაკლებს არ წუნოთ მეჩვენება და მე მგონია რომ მესამე ძალის მიერ იყო ეს დაბომბვა მესამე ძალა ვის გულს ნუ ამერიკული ბრიტანული რა ვიცი ქვეყანა მესამე ძალის მეტი რა არის ამ სოფლიოში ანუ ესე იგი შენ მაინც გონია რომ იმათია გაკეთებული არა მე არ მგონია მეორე ვერსია ესეთი ჯერჯერობით არ მაქვს მეთქი ინფორმაცია იმისათვის რომ აზერბაიჯანს ქონოდა ხელები გახსნილი გარკვეულ ვითარებაში აზერბაიჯანამ გააკეთა კიდევაც ეს დემონსტრირებულად ჯარი განალაგა საზღვარზე და არის ერთად გამოიწვია თავისი ელჩი და მთელი ამბავი ატეხა მოკლედ გარკვეულწილად აზერბაიჯანს ხელების გახსნა ჭირდებოდა ხა ავხსნი რაში ესაკ აზერბაიჯანი ითვლება ისრაელის უახლოეს მოკავშირედ იქ მდებარეობს ერთი აეროდრომია ნასოსნა ექვია მაშინ აზერბაიჯანში ეს არის ყოფილი საბჭოთა ბაზა მიტოვებული კი არ არის ნუ აღარ არის გავიდა საბჭოთა ბაზა აეროდრომია სამხედრო მე მაგალითად როდესაც პირველი შეტევა მოხდა ირანზე აი გასული ეხლა ხანს რა მოხდა ისრაელის შეტევა მაშინ მეუბნებოდნენ ჩემი ირანელი კოლეგები რომ ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ დრონები რამოდენიმე ათეული დრონი მაგ აეროპორტიდან იყო გამოშვებული და მაგ ყველაზე მთავარი დივერსიული ჯგუფი სუმცირე ერთი დივერსიული ჯგუფი რომელიც ირანის ტერიტორიაზე შემოვიდა იყო აზერბაიჯანის მხრიდან აი მაგ ბაზიდან წამოსული ებრაული დივერსიული ჯგუფები მოქმედებდნენ იმ დღეებში ეხლა ეს ებრაულს რომ ვამბობ ეთნიკურად ებრაელები არ იყვნენ ისინი მაგრამ ებრაული არმიის ნაწილი იყო. თუმცა შეიძლება ებრაელებიც იყვნენ რა გამორიცხა. ვიცი რა სლოპარაკო და მაგიდო გეუბნები. ხო და ამას მეუბნებოდნენ. სოციალიზმის რამოდენიმე წარმოშობით ქართველი ოფიცერი საკმაოდ მაღალ პოზიციაზეა ირანის არმიაში და კიდე გამომდინარე, ნუ გვაქვს ქართველებს გარკვეული ინფორმაცია იქ რა ხდება. ხო და საბოლოო ჯამში ისმინდა გითხრათ რომ ირანის და აზერბაიჯანის ურთიერთობა მიუხედავად იმისა რომ ალიევი რაღაც სამძიმარს და რაღაცებს ხო ჩავიდა არა როცა საუჩაში მივიდა როცა ეს სულიერი ლიდერი ნუ კი როცა გარსული ლიდერი დაიღუპა როცა რაისი დაიღუპა ხო მაშინ მთელი ამბავი იყო საერთოდ პრეზიდენტი მაგრამ მე მაინც მგონია რომ სხვა თამაშები მიდის იქ აი ისეთი რომ ირანის მოკლედ სეპარატიზმის კარტის გათამაშება ჯერ ქურთებში, მერე ბელუჯებში, მერე ხუზისტანში და მერე ირანის აზერბაიჯანში. იმიტომ რომ აზერბაიჯანელები კიდევ ერთხელ უყურებენ ანკარას, ანკარა ელოდება შესაძლებლის მომენტს. თურქეთი ობიექტურად წინააღმდეგი იყო ირანის რეჟიმის შეცვლისა. იმიტომ რომ თურქეთს აწყობს ეს რეჟიმი. სანქცირებული, მუდმივად დაჩაგრული, მუდმივად შეტევის ქვეშ, იმიტომ რომ ეს საშუალებას აძლევს თურქეთს, რომ იყოს დასავლეთის თავარი საყრდენი რეგიონში და ესე ვთქვათ, კონკურენციის გარეშეა. იმიტომ იყო ეს მკვეთრი განცხადებები ხო და ეხლა ნუ თუ შეიცვალა სიტუაცია ხო უნდა აყვეს მოვლენების განვითარებას, მაგრამ მოვლენების განვითარებას ელოდება ზუსტად ანკარა. ამიტომ არის რომ მკვეთრ მოძრაობებს ააკეთებს ანკარა. არც თავრიზის არ გააკეთებს, თავრიზი ის დედაქალაქია. ირანის აზერბაიჯანის არც თავრიზი ჩემი აზრით არ გააკეთებს მკვეთრ მოძრაობებს, ვიდრე არ იქნება ანკარაში მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. ის რომ დაუშვათ ეს შეიძლება ამერიკელებმა გააკეთეს აზერბაიჯანში დაბომბვა, ამაზე თუ იყო საუბარი. იცი რა არის მამუკა, ყველა არცელებს იმ ინფორმაციას, რომელიც აწყობს და ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია, ამიტომ რომ ეხლა მე მაგალითად აქ რომ მოვდიოდი დაურეკე ჩემ აზერბაიჯანელ კოლეგებს და მითხარი დაბეჯითებით, მე ვთხარი ნამსხვრევები ხო არის იმისი რა ქვია და მითხარით რა ვისი გამოშვება ვერ პასუხობენ. მე ამიტომ მე დაბეჯითებით კი არ ვამბობ, რამეს მე ვერსიებს ვამბობ, რომელიც მათშივე ან არ გამორიცხავ რომ შეიძლება ესე იყოს თორე ხან მე რა უფლება მაქვს იქ არ ყოფილ ვარ და ესე იგი ასე ვთქვა და ეს განსხვავებული ერთმანეთს ინფორმაციები იგივე ისრაელის მხრიდან ამერიკის დასავლური ინფორმაციები დაუშვათ აღმოსავლური აი რატომ ხდება ესე სუბიექტურად ვისაც რა აწყობს იმას ამბობს
ამან დაბობა ის მოხდა, ეს მოხდა. აი ჩვენ რა გავაკეთოთ არა, მოხდა იცით რა მიზანაც ეხა ისეთ რამეს ამბობ, რომ თვითონ ესეა ყოველთვის ომის დროს, ყოველთვის ყველა მალავს თავის დაღუპულთა რაოდენობას, ხვის დაღუპულთა რაოდენობას დის. ომის დროს ესეა. ყოველთვის ვცდილობ ისეთი ინფორმაცია გავვრცელო, რომელიც ჩვენთვის არის სასარგებლო. აი ესეთი განსხვავებული ინფორმაციები რუსეთ-უკრაინის დროს არ ყოფილა რა, კი იყო, მაგრამ ესეთი აი მართლა ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. ყველა იცი რა არის, მე ახლა მაგალითად ამოვიღე რა როგორი ნაბიჯები გადადგა ხამენეის თავრობამ აი ამ წლების ბოლო წლების განმავლობაში პროტესტანტების წინააღმდეგ, რომელიც ეკონომიკური გამოდიოდნენ ქუჩაში. ეკონომიკური პროტესტით გამოდიოდნენ ქუჩაში. ეს საშინელებაა. და იცი როგორ არის, მაგრამ ამ დროს დღევანდელ სიტუაციაში, როცა ირანს აფარებული აქვს, რომ 140 ბავშვი დაიღუპა 160, აი ეგეც ვერ გაიგო. 185 თუ მაინდა-მაინც. პროფესორ მასალებლები არიან. აი საზოგადოებრივი აზრის შექმნა ხდება ხელოვნურად. ეს მართლა ესე მოხდა, კი დაიღუპა, მაგრამ ის ისტორია ვითომ არც არსებობდა და ეხლა აი ირანიში არის, ეხლა მე კი არ ვამართლებ, ან ვამტყუნებ იმას, მე ვლაპარაკობ როგორ მუშაობს პროპაგანდა. გუშინ მაგალითად არაკჩი ჩაერთო NBC-ს კორესპონდენტს პირდაპირ ეთერში იყო ამერიკის NBC-ში არაკში, საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის. წარმოიდგინეთ რომ რა გითხრათ, ეხლა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიო სალავიევის სტუდიაში გამოჩნდეს იქ ეკრანზე. ხო გამოჩნდა. შეჭამ სალავიევი. ხო და აი ესეთი რამე იყო, ფანტასტიკურად ილაპარაკა არაკში. და ისე გამოიყვანა რომ ეს არის ესე იგი მშვიდობისა და რა დემოკრატიის არ ვთქვია მართალია ყოველს ვამბობ ახლა, მაგრამ მშვიდობისა და სიწყნარის ქვეყანა და აი ესეთი მოვიდა ვიღაცა საზღვარგარეთ და რა იმათ თავისი იმდენი დანაშაული აქვს. ეხლა მაგალითად აი გუშინცი კი არა, გუშინ იყო ეს საღამოთი, აი ეს ბასინჯები რო არის, ბასინჯები არის, ხო არის ისლამის რევოლუციის გუშეხთა კორპუსი, არის ეს არმია და კიდე არის ბასინჯები, მოხალისეები, ეს ქუჩის ხალხი, რომელიც აი თუ ნახეთ ის რო ესრია დემონსტრანტებს სამოქალაქოში ჩაცმული, ესენი ბასინჯები არიან, მოხალისეები, რომელიც ეხმარებიან რელიგიური მოხალისეები. ხო და აი ბასინჯები უვარდებიან სახლში ადამიანებს. პირდაპირ სახთან ხრიტავენ თუ იციან რომ ესენი არიან არასანდონი. ვიღაც პირდაპირ ყოველგვარი ეხლა აი ამ დღეებში რა. არა, იცი რა არის? მესმის, იცი რა მაინტერესებს, შენ როგორ ვფიქრობ, როცა სულიერი ლიდერის სახლს აბსოლუტურად ზუსტი დაბომბით ბომბავენ და კლავენ იქაც ბავშვი დაიღუპა, ხო? კი, რამოდენიმე. ხო და აი ეს ეჭვი რომ სკოლის დაბომბა შეგნებულად მოხდა თუ უბრალოდ აი ესე მოხდა? არა, სკოლის დაბომბა შეგნებულად არ მოხდა, ეს ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ იცი როგორ არის, აი ეს თვისება აქვს რატომღაც აღმოსავლელებს აი გაზა სექტორში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა. ზარბაზანი და თავისი артиლერია უნდა განალაგონ მანდამაინც სამონტყოფოს ეზოში. ეს დაიღუპება უამრავი. აი ახლა მაგალითად ქსირი არის ზუსტად ეს ისლამის რევოლუციის გუშეხთა კორპუსის შტაბი. იმ შტაბის ეზოში ააშენეს ეს სკოლა მანდამაინც. აი რა უნდა იმ შტაბის ეზოში? ანუ სკოლა და ეს ეხლაც ერთად დაიბომბა? ერთად დაიბომბა, მაგრამ დაიბომბა სკოლა და არა შტაბის შენობა. ნუ აცდა ის ასიმეტრია ეს განსხვავება. არა, ეხლა კი არავის არ ამართლებს ეს, მაგრამ მე ვლაპარაკობ ამ ცივ ფაქტებზე. ცუდია რაც. ხო და მე ამ შემთხვევაში ცივ ფაქტებს, მშრალ ფაქტებს მინდა გავამახვილო ყურადღება და იცი როგორ არის რომ საერთოდ სიტუაცია ისეთია რომ აი საბოლოო ჯამში სოფლიოში რომ სულ ეს სიტყვები გიტრიალებს თავში რომ ისეთმა ფორმად დამწიხლოს შემზემეც რო იწოლებოდეს. ესე იგი პოლიტიკური ელიტა იმდენად მსოფლიო პოლიტიკური ელიტა დიდი ნაწილი რასაკვირველია გინდა აღმოსავლეთი იყოს და გინდა დასავლეთი იმდენად არაადეკვატურია და აი რაღაცნაირად აი ცუდი სუნიადი სიტუაცია. ნუ ეფშტეინის მე ხო საერთოდ ხა იქ დასავლეთზე ძალიან რთულია საუბარი, იმიტომ რომ სულ ყველა თითქმის გათხრილია და აი ეს ვერსია როგორ ფიქრობ, ესეც ხომ არის და სხვა შორის ამერიკიდან მოდის ეგ ვერსია, რადგან გადაფაროს დაუშვათ ეს ეფშტეინის სკანდალი ტრამპმა, ამიტომ არის კი ეგ ვერსიაც არის, ხო ვერსიების უამრავ ვერსია, ხო უამრავ ვერსია. ეს როგორ ფიქრობ ეს რამდენად შესაძლებელია? შესაძლებელია ესეც რო იყოს რასაკვირველი, მაგრამ მე მაინც სხვანაირად მგონია. ამერიკის შეერთებული შტატები ეს ეფშტეინის ფაილები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ამ პროცესი დააჩქარა, რასაკვირველი შინაარსი. მაგრამ ახლა სხვა მომენტია კიდე რომ
ესე იგი პრაქტიკულად ხდება რუსეთის ბლოკირება. რუსეთის მოკავშირეების გარეშე დატოვება. ამერიკის შეერთებული შტატების ხილული ამოცანა ესეთია, რომ რუსეთი კი არ უნდა დამარცხდეს, რუსეთი უნდა გახდეს მოკავშირე. ამერიკის შეერთებული შტატების სუსტი მოკავშირე. თავში სამოსარტყმელი მოკავშირე. ეხლა თავში სამოსარტყმელი არის ჩინეთისთვის. უფროსი პარტნიორი ძმაც კი აღარ არის, უმცროსი ძმა ხო შეიძლება ყოფილიყო. ეხლა არის უმცროსი პარტნიორი. თუმცა ამბობენ, რომ აბსოლუტურად პარიტეტულ საწყისებზე გვაქვს არა, რას ამბობენ ეს მეორე საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს და ძალიან სერიოზული ეხლა, რა გითხრათ? მაგრამ ჩინეთს უთხრავს დაუშვათ თუ ნავთობზე პრობლემატიკა მის ეკონომიკას ძალიან დაარტყავს. ხო და ეხლა მაგაშია მის ჩინეთის ეკონომიკა, ჩინეთის კი რასაკვირველია, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო. მაგრამ ჭირდება ესე ევროპა სხვა რამეს გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის ამ კონტექსტში. ამერიკას სხვა რამეს გულისხმობს. ამერიკას ჭირდება ჩინეთის გაჩერება. ოღონდ რუსეთი უნდა იყოს მის ბანაკში და არა ჩინეთის ბანაკში. ამიტომ არის გარკვეული ის, მაგრამ იმისათვის რუსეთი მის ბანაკში მოხდეს, ამიტომ უნდა მოხდეს რუსეთის ბლოკირება. რუსეთს არ უნდა კონდეს ზღვაზე წდომა. რუსეთი არ უნდა აკონტროლებდეს ენერგომატარებლებიან ქვეყნებს. რამდენად რეალურია ეს? ნუ ეხლა ვენესუელას და ირანის მაგალითით თუ იმჟელებთ, ეს პროცესი დაწყებულია, ხო? კი, ნუ მიდის ეს. რასაკვირველია, რუსეთს აქვს თავისი რესურსი სერიოზული, რუსეთი ვერ ახერხებს თავის ყბადაღებული თემის, ესე იგი, ყინულოვანი თეთრი ზღვიდან, ამ საზღვაო გზის ათვისებას ისე როგორც საჭიროა, მიუხედავად ის რომ ყველაზე მეტი ყინულმჭრელი ყავს. რუსეთი ვერ ახერხებს შექმნას ისეთი ქსელი ჩინეთთან ენერგომატარებლების, რომ უფრო მეტი მიაწოდოს, აი მეორე ციმბირი, ესე რა ქვია, სილე სიბირი რო არის. ერთი ხაზი ხო გაკეთებულია, მეორე ჩინეთი არ აკეთებინებს მეორეს და ნუ აი ბევრი რამე ეხლა სხვა შეგვიძლია. კარგი, ცოტა დრო დაგვრჩა ხო? ამასია ბრულად რომ აი რუსეთთან დაკავშირებით, ეხლა მაგალითად კიდე ერთი რამბავს ვიტყვი და დავამთავრებ. ეს არის რომ ამ შეჭრამდე, თავდასხმამდე ირანზე ამერიკის შეერთებული შტატების და ჰქონდათ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი სატელეფონო პუტინს და ტრამპს. არ ვიცი რა ელაპარაკეს, რასაკვირველია საიდან უნდა ვიცოდე, მაგრამ ისეთი შედაბაჭდილება მრჩება რომ რაღაცაზე მოილაპარაკეს, რაღაცაში გაიცვალა. თუმცა ირანთანაც იყო მოლაპარაკებები, ხო? ირანთან მოლაპარაკებები არა, ყინულთან დეკორაცია იყო მოლაპარაკებების. ვიდრე კუშნერი და უაიტკოფი რაღაცას ლაპარაკობდნენ, იქ ამასობაში ემზადებოდნენ. არავის არ დაუმალია, ხო, ორივე ჯერ ერთი ავიამზიდი წავიდა იქითკენ, მერე მეორე ავიამზიდი. ეხლა ისინი რას ლაპარაკობდნენ, თვითონ არ იცოდნენ. ხაბა ავიამზიდები რატომ მიდიოდა? ავიამზიდი ერთ საათში ხوار მისულა იქ. თვითონ პირადად. რა თქმა უნდა. საქართველოს აი 5 წუთი დაგვრჩა. საქართველოს ჩვენ ვაჟა ბერის გადასარევა თქვა ეს ყველაფერი. მოქნილი პოლიტიკა გვჭირდება და უნდა ყველაფერი გავაკეთოთ ისე რომ აი ამ მომთან დაკავშირებით თუ გამოვივიდა რომ რეგიონის ქვეყნებს თუ სამსარა ორს მაინც კონდეს გარკვეულად ერთი პოზიცია. ანუ არა პოზიცია კონდა რაღაც ისეთი პლატფორმა უნდა შექმნათ რომელიც რაღაცნაირად დააბალანსებს ვითარებას. სხვანაირად არ შეიძლება ეხლა. აი რა წარმოგიდგენია რა? ნუ მე რა წარმომიდგენია, რამეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ის რომ ის იყოს რომ ჩვენ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვეხმარების ყველას, ეხლა ძალიან სუსტია ჩვენი პოზიციები საერთოდ. ვერც იქნება ძლიერი, იმიტომ რომ სუსტი სახელმწიფოები ვეხმარებით ირანს, ხა ამიტომ. არა, ირანს დახმარებით არ ვეხმარებით, ვეხმარებით. მაგალითად ეხლა გაუთებელი ლაპარაკია თვალტოლულების მიღება. ეს საშიშია. საშიში არის, მაგრამ პირველი არის თურქეთმა ააშენა 350 კილომეტრიანი ღობე, ლამის ღობე არ არის, მაგრამ წინააღმდეგობებს ნაკადი არ წამოვიდეს თვალტოლულების თორე. თურქეთი წინააღმდეგი ვერ იქნება და ვერ თითქოს უარს რომ იგივე ესე იგი ასე ვთქვათ სუნიტები მიიღოს და სხვაებიც რასაკვირველია. თუმცა ქურთების ნაკადი მოაწყვეტა. ხა ისინი კი ამბობენ რომ ტოლულების ნაკადის წინააღმდეგ გავაშენეთ. ტიროლის ნაკადის წინააღმდეგ კი არ ააშენეს ქურთების. ხო, ქურთების წინააღმდეგ. ხო, მოკლედ ეს თურქეთი იქით იყოს და ნუ ჩვენ რაღაც ერთიანი პოზიცია გვმართებს რომ შევიმუშაოთ.
ეს იგი აქ ლაპარაკი არის ჩვენ სომხეთს აზერბაიჯანს კარგი იქნება, მაგრამ თუ აზერბაიჯანმა უარი თქვა, იმიტომ რომ თუ ჩაერთო აი ამ უბედურებაში, მაშინ ჩვენ და სომხეთმა რაღაცნაირად. ისე ჟირინოვსკი რასამდა იცი, რომ როდესაც ირანს დაარტყავს ამერიკა და ისრაელი, მაშინ ირანელები წავლენ რუსეთისკენ დაიძრებიან და იძულებულები იქნებიან. კი, ვიცი რომ ჟირინოვსკი რასაც ლაპარაკობს, დაძვრით მართლა დაიძრებიან, მაგრამ რაღაც ნაწილი დაიძრება ეკითხენ ხა არაბი რატო წამოვა ახლა აქ ხუზისტანის მაცხოვრებელი ან ქურთისტანის მაცხოვრებელი ირანის ქურთისტანის ან ბელუჯისტანის მაცხოვრებელი რატო წამოვა წავა რუსეთისკენ? რუსეთისკენ წავა? ან რუსეთისკენ არა არც რუსეთისკენ რატო წავა თურქეთისკენ წავა არაბული სამყაროსკენ წავა იქ რა უნდა კაცო ახლა 2000 კილომეტრია იქამდე ხა კიდე იმის იქით მაცხოვრებელი კარგი ხარ რაღაცა სამაგეროდ საქართველო არ არის 2000 კილომეტრი და საქართველო 2000 კილომეტრი იმ ადგილიდან რასაც მე იმ ადგილიდან არის რა ვიცი ეხლა ნუ ქართული წარმომავლობის მოსახლეობა ფერედანიდან ისპაჰანიდან და გილანიდან თუ მოგვადგა ეს სხვა ქართველები კი ბატონო მაგრამ ხო ქართველი ცოტა ხო არ გონია ქართველები გილანში დაახლოებით 20000 კაცი ცხოვრობს დაახლოებით იგივე ფერეიდანში და ისპაჰანში 50000-მდე რომელიც თავს ქართულად თვლის მაგრამ ნუ ფერეიდნელების გარდა ქართული არცეთ მარიცის ნუ მაგრამ არიან ესეთებიც და სხვადასხვა ირანის გმირებიც არიან რომელიც მონაწილეობდნენ ერაყთან ომში და აი ხა რა პოზიცია აქვს მაგალითად იქაურ ქართველებს ამ ვითარებაში აი ხა ამის თქმა მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ მაქვს ამის თქმის უფლება და ამიტომ არც ვიტყვი აი ესე იცი ყოველთვის ნუ როგორ თქვა ეხლა იმიტომ რომ სხვაც უყურებს ამას ყველაფერს და მე სახში რომ მიუვარდეს იმ ქართველს ის ვიღაცა ვინც ამას უყურებს და გაიგო რა საჭიროა ეს მითხრა და არ ვიცი ძალიან რთული სიტუაციაა გავძრებით მოკლედ ამას გადავიდეთ არა გავძრებით თუ არა მე არა ვარ რატომღაც ხშირად მაგრიტიკე მე ხოლმე პროგნოზი არ გამართდაო ჩემზე წერენ და არა ვარ პროგნოზისტი მე ვარ ანალიტიკოსი ვცდილობ რომ ანალიზი გავუკვეთო მოვლენები ისე ვითარდება რომ რადგან თამაშის წესები არ არსებობს ამიტომ პროგნოზირება მოვლენის განვითარების არის რთული, ძალიან რთული. ამიტომ თავს არ ვიცი. პოზიცია როგორ უნდა გვეჭიროს? თუ დაჭირდა ვიღაცის მსხვილ მოთამაშეებს თუ დაჭირდა აქ არეულობა არევენ სიტუაციის. ეს ხო აქსიომა, არ გაუკეთებიათ თუ რა. იქნება ეს რუსეთი, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი თუ სხვა. თუ ისრაელი. სხვა იქცეღალს არ აქვს ის რესურსი აქ სიტუაცია არის. სიტუაციას ამრევი ამ ჩვენს რეგიონში და ჩვენ ქვეყანაში არის ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და თურქეთი. კი. თუ არა, იცით რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიწები გაიყიდა ებრაელებმა შეისყიდეს. არა. არა. ამ თემაში ყოველთვის ისე უყურებ ხოლმე. არ უყურებ ყოველთვის ისე. მე უბრალოდ ლაპარაკობ, რომ ეს ჩვენს ეს ძალიან სერიოზული თემაა და მიწების გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი ფორმით და უთვინოთ, იმიტომ რომ ეს სხვა საკითხია და ეს არაბების თემა და ყველაფერი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმაზე, ვინს აქ ვის უფრო მეტი გავლენები აქვს. შეიძლება გამოიყენოს და ეკონომიკური თვალსაზრისით, აგენტურის თვალსაზრისით, მეხუთე კოლონის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, რაც მე ჩამოთვალე, იმათ აქვს ყველაზე უფრო დიდი გავლენა და რასაკვირველია პოლიტიკური ისლამის ჯგუფებს, რომლებიც აქ საკმაოდ კარგად არიან მოწყობილები. დიდი მადლობა. ამ საინტერესო საუბრისთვის, გემშვიდობები და გემშვიდობებით თქვენს მომავალ პარასკევამდე ნახვამდის.